უკვე როცა ადამიანი 30 წელს ხარ გადაცილებული პირველ რიგში რაზე ფიქრობ? მართალია წამლებზე. წეგან ვიყავი ფარმადეპოში და ეხლა უნდა გაჩვენოთ რა ვიყიდე 50 ლარად და რატო ვიყავი დღეს? სწორია, იმიტომ რომ ფასდაკლების დღეებია და უკვე ანუ კვირა მეწყება იცით რით? დღეს თუ არის ფასდაკლების დღე აფთიაქებში ფიქრობ და თუ არის მაშინ მივიდივარ თუ არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ კარგი დანაზოგი გავაკეთე. მოკლედ რა ვიყიდე აფთიაქში დღეს 50 ლარად. ვიყიდე აი ესეთი დამამშვიდებელი, რომელიც გამომიწერა ნერვოპათოლოგმა და ვარ ძალიან კმაყოფილი. ქვია გრანდაქსინი. და ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ არის 60 ავი. დღეში ყველჯერ ვსვავ, მოკლედ ძალიან კარგია პირადად ჩემთვის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება და არავის არ ვეუბნები, გინდა თუ არა შენც მიიღევ. ეს არის ჩემი წამალი. რა თქმა უნდა, სანამ წამალს მიიღებთ, მანამ ექიმს უნდა გკითხოთ, შეიძლება თუ არა ეს თქვენთვის. არავის არ ვუწევ რეკომენდაციას, კიდევ და კიდევ ვამბობ. მეგობრებო, რომ მე არავინ არ მითხრას, რომ აი შენ რო თქვი ეგეთი დავლია და არ მიშველაო. ეს პირადად ჩემი გამოცდილებაა, ჩემი წამლებია. არავის არ ვეუბნები, გინდა თუ არა იყიდეთ. ვიყიდე 2 ფირფიტა მაგნეო, იმიტომ რომ მე მაგნიუმის და კალიუმის ნაკლებობა მაქვს და 2 ფირფიტა მაგნიუმი ვიყიდე. ექიმმა გამომიწერა და მხოლოდ მაგით ვსვავ. ვიყიდე პანანგინი ფორტე 1 ფირფიტა. ზედ არის 15 ცალი. ესეც ექიმმა გამომიწერა კალიუმის ნაკლებობის გამო, იმიტომ რომ მე გულზე რაღაცა პრობლემები მაქვს კალიუმის ნაკლებობის გამო და გამომიწერა. და კიდევ ფოლიუმის მჟავა ესეთი 1 ფირფიტა. ზედ არის 60 აბი თუ არ ვცდები. 2 3 4 5 6 არა 30 აბია 30 აბია ზედ და ერთი თვე მყოფლის. მხოლოდ იმიტომ რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა როცა ორგანიზმში მაშინ ძალიან სუსტად გრძნობ თავს. მოკლედ აი ეს არის ჩემი წამლები, რომელიც დღეს ვიყიდე და 50 ლარს რო შევავსოთ, ვიყიდე კიდე ესეთი უბრალოდ სანტავიკი. ეს და მივარდება მაინც და მაინც ეს და ეს ვიყიდე 50 ლარად დღეს ფარმადეპოში.